ერთი წელი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან დღეს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ერთი წელია აქციების მონაწილეების უცვლელი მოთხოვნაა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. გასულ წელს 28 ნოემბერს ქართული ოცნების მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ქართულ ოცნებაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქის ცენტრში. მოქალაქეები გამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ქუთაისში აქციაზე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე. გვიან საღამოს თბილისში პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. დემონსტრანტები კი მათ წინააღმდეგ იყენებდნენ პიროტექნიკას. პოლიცია მომდევნო დღეებში ძალადობდა დემონსტრანტებსა და იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მუშაობდნენ. არაერთი დემონსტრანტი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით. მოძალადე პოლიციელთაგან კი ამ დრომდე არავინ არის დასჯილი.